ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რაც გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დღეს კვირაა და ჩვენი სტუდიის ეთერში სტარტს იღებს გადაცემა დროის სამართალი. ეს არის ახალი ფორმატი, რასაც შემოგთავაზებთ და გადაცემა, სადაც ძირითადად დისკუსია შეეხება სამართლის საკითხებს, სასამართლოს საკითხებს, ასევე და სამართლებრივ საკითხებს. ჩვენ სტუმრებთან ერთად გავარჩევთ ხოლმე არა მხოლოდ მათ შორის იქნება ესეც, რომ იურიდიულ ნიუანსებს, როდესაც გვეყოლება შესაბამისი, ასე ვთქვათ, პროფილის სტუმარი და მაგრამ ასევე არ გვექნება მხოლოდ აი ამ ვიწრო სპეციალიზებული მიმართულებით ეთერები, გვექნება ზოგადად საუბრები სამართლიანობაზე და იმ მნიშვნელობაზე, რაც აქვს სამართლიან სასამართლოს ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის, სამართლებრივი საზოგადოების მშენებლობისთვის. დღეს პირველი გადაცემა გვაქვს და შევარჩიეთ სტუმრებად გადაცემისთვის ქალბატონი თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგი, პროფესორი და ბატონი თემურ მაისურაძე, ასევე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი. დიდი მადლობას მოგახსენებთ, რომ ხართ ჩვენი პირველი საიუბილეო გადაცემის სტუმრები და რა ვიცი, აი ჩემთვისაც საინტერესო იქნება დღევანდელი ეთერი, გვინდა რომ ცოტა ოდნავ უფრო განსხვავებული იყოს, ვიდრე გვაქვს ხოლმე სხვა ტიპის ეთერები, სადაც მიმდინარე მოვლენების მიმოხილვას უთმობ ძირითად დროს და ნაკლები დრო გრჩება ხოლმე უფრო ისეთ მსუყე თემებზე სასაუბროთ, ასე რომ იმედი მაქვს კარგი გამოვა და მაყურებელიც დარჩება კმაყოფილი. კაპიტან თამარ, თქვენგან დავიწყებ საუბარს, მე მგონი მაყურებლისთვისაც, თქვენთვისაც ასე თუ ისე შევეცადე გასაგებად ამეხსნა რა არის ჩვენი გადაცემის თემატიკა. საინტერესო იქნება ვისაუბროთ ზოგადად აი ამ სამართლიანობის განცდაზე. თქვენი აზრით რა ფუნქცია აქვს ამ განცდას ადამიანისთვის და საზოგადოებისთვის და რა არის მომენტი, როცა აი ეს განცდა ტოვებს ადამიანს და ხალხში ჩნდება უსამართლობის განცდა. აი რა არის მთავარი ინდიკატორები და განმაპირობებელი ამ პროცესების და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ხალხში მუდმივად არსებობდეს სამართლის განცდა და სამართლიანობის. მივესალმები თქვენ ტელემაყურებლებს, მადლობა მოწვევისთვის. ეხლა მე და ბატონი თემური პროფესორები ვართ, არა ვართ სამართლის სფეროს წარმომადგენლები, მაგრამ ვართ საზოგადოების წევრები. ამიტომ როგორც ყველას ჩვენს ეს სამართლიანობის პრობლემა და სამართლებრივი სახელმწიფოს არსება მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა თუ კაცობრიობის განვითარების ისტორიას გადავხედავთ, არა, ყოველთვის ცდილობენ უძველესი წარსულიდან, რომ შეექმნათ აი მას შემდეგ, რაც ლაპარაკი არის ამ კონვენციონალურ ბაზისზე და სახელმწიფოს შექმნაზე, არა, ყოველთვის ცდილობდნენ, რომ სახელმწიფო როგორი ფორმითაც არ არსებობდა დაწყებული პოლისიდან ყოფილიყო სამართლებრივი და ამას ვთქვათ ძველი მითებიც კი ეხმარება, ხო, აი პროტაგორას მაგალითად აქ ესეთი მითი, რომ რა გახდა ამ სახელმწიფოს ამ კონვენციონალური ბაზისის საფუძველი. ადამიანები, რომლებიც მარტო ცხოვრობდნენ და ძალიან მოწყვლადი იყვნენ იმ ბუნებრივი პირობებში, არა, მათ გადაწყვიტეს, რომ ერთად ეცხოვრათ. მაგრამ თანაცხოვრება გარკვეულ წესებს მოითხოვს, ხო? და როდესაც მათ დაიწყეს ერთად ცხოვრება, მაინც სულ კონფლიქტები ჰქონდათ მათ და ვერ აღწევდნენ იმ სასურველ შედეგს, რაც მათ ჰქონდათ ჩაფიქრებული, ხო? და მაშინ ღმერთმა იფიქრო და ეს მითია პროტაგორასი და გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანებისთვის ჩაესახა ზნეობის და სამართლიანობის გრძნობა. და აი მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც ხალხს გარკვეული ღირებულებები გაუჩნდა და ეს სამართლიანობის შეგრძნება
შესაძლებელი გახდა აი სახელმწიფოს მაგვარი რაღაცა ჯგუფური თანაცხოვრება და რა არის კონვენციონალური ბაზისი, ხო? ეხლა ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გარკვეულწილად ეს არის ფიქცია და სოციალური კონტრაქტი. სოციალური კონტრაქტი არის სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ძირითადი პირობა. და რას ნიშნავს ახლა? სოციალურ კონტრაქტს აქვს ორი მხარე. ყავს უпростоრად ორი მხარე. ერთ მხარეზე ეს არიან მოსახლეობა, ადამიანები და მეორე მხარეს არის სახელმწიფო. ეს კონტრაქტი რო შედგეს, ამიტომ ორივე მხარემ უნდა კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი პირობები. და რა არის? ერთი მხრივ, ესე იგი, მოსახლეობა დებს სახელმწიფოსთან კონტრაქტს იმის შესახებ, რომ უზრუნველყოფილი იქნება მისი უსაფრთხოება და მეორე მხრივ სახელმწიფო დებს კონტრაქტს მოსახლეობასთან, რომ იგი უზრუნველყოფს ამ უსაფრთხოებას, მაგრამ მოსახლეობამ უნდა დაიცვას ის კანონები, რომლებსაც სახელმწიფო დააწესებს. აი, როდესაც თანაფარდობა არის, იქ ეს კონვენციონალური ბაზისი არის წარმატებული. ანუ ეს არის ეგრეთ წოდებული ფიქცია და უდიდესი წარსულიდან, აი ჯერ კიდევ პლატონიდან და სოკრატესგან, ახლა ავიღოთ სოკრატე, ხო, რომელიც დააპატრიმრეს სულიად ესე იგი უკანონოდ და რაშიც ბრალი დასდეს მას, არ იყო, ხო, იმაში დამნაშავე და მისმა მოწაფეებმა შესთავაზეს, რომ გაიქეციო ჩვენ დაგეხმარებითო და ნუ დალევი მცეკუტასო, მაგრამ ნახეთ იმდენად დიდი იყო მისი შეგრძნება ამ სამართლიანობისა და აი ამ სახელმწიფოს ნების აღსრულებისა, ხო, მან უარი თქვა და დალია ეს საწამლავი და აღასრულა იმისთვის რომ კანონი აღსრულებული. ხო, კანონი, მაგრამ ესე იგი მოწაფეების და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის თვალსაზრისით ეს იყო უკანონო კანონი, მაგრამ იმდენად დიდი იყო კანონმორჩილება, ხო, აი ამ სოკრატესი და იმდენად ზნეობრივი ადამიანი იყო, რომ კანონის დარღვევას მან არჩია საკუთარი სიცოცხლე გაეწინა. ალბათ ამ შემთხვევაში საბერძნეთ საზოგადოებაშიც იყო ის როგორ თქვა, სულ მინდა ხოლმე რომ აი მაგალითად, როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენს დღევანდელობაზე, ვიხსენებთ და ვხედავთ ასე ვთქვათ, დღევანდელ ვითარებას, უავლებ ხოლმე პარალელს, რომ აი ადრე ცხოვრობდნენ ჩვენაირი საზოგადოებები იყვნენ, ისინი შეიძლება განსხვავებული ცხოვრების წესი ჰქონდათ, ცოდნა, ინფორმაცია რაღაცაზე ნაკლები, სოფხედველობაც ალბათ არსებითად განსხვავებული, მაგრამ თავარი რაც მათ აერთიანებდა და რაც გვაერთიანებს დღეს არის სწორედ ალბათ აი ეს სამართლიანობის განცდა, რომ ჩვენ თუ ცხოვრობთ ამ საზოგადოებაში, ჩვენ უნდა გვქონდეს იმისი მოლოდინი, რომ თუ რომც დავაშაო, მე გამჟიან სამართლიანად, ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლება ეს ყველაზე უფრო უკიდურესი ავაზაკისთვისაც კი ქვეყანაში უნდა იყოს გარანტირებული, ხო მართალი არის? აი, ბატონ თემურ, თქვენთან გადმოვალ. ქალბატონმა თამარმა ცნობილი იგავიც გაიხსენა ამასთან დაკავშირებით და იქ არის რა თქმა უნდა, რომ ღმერთები აძლევენ ასე ვთქვათ ამ უნარს ადამიანს სამართლიანობის განცდას, სწორედ იმისთვის რომ მან შეძლოს წესრიგში ცხოვრება. მაგრამ შეიძლება ახლა ჩვენი ზევსების და ოლიმპოს მთაზე მაცხოვრებელი ღმერთების ნაკლებად გვჯეროდეს, მაგრამ პრინციპი ჩემი აზრით სავსებით სწორია, მათ შორის აი ამ ანტიკურ იგავშიც. სამართლიანობა უდრის სახელმწიფოს, აი დაახლოებით ესეთი ფორმულა თუ შეიძლება იყოს გამართლებული, ანუ თუ სახელმწიფოებრიად აზროვნებას ჩვენ ვიწყებთ მაშინ და სახელმწიფო დაარსებობა ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მაშინ, თუ თანხმდებით რა არის თამაშის წესები და შემდეგ რა თქმა უნდა ყველა ემორჩილებს ამ წესებს, ან ვინც არ ემორჩილება, იღებს ისიც სამართლიან და კანონიერ სასჯელს. კი ბატონო, მეც მესალმებით ელმაყურებს, მოგესალმებით. დიდი პატრიოტიზმით და დიდი სიყვარულით, თქმა უნდა. შეიძლება ძალიან კარგია, რომ დღეს ჩვენ არაიურისტები მონაწილეობთ ამ გადაცემაში, იმიტომ რომ იურიდიული ხედვა ამ საკითხის არის განსხვავებული, თუნდაც ერთ მაგალითს მოგიყვანთ, პირობითად იურიდიული განათლების მქონე სუბიექტი, რომელიც ბრალდებელია, ის კანონში ეძებს ისეთ ცვლილებს, რომ ბრალდება დაასაბუთოს და იგივე საქმიანობაზე ადვოკატი ეძებს ცვლილებს, რომლითაც შეიძლება გაამართლოს
ბრალდებული. შესაბამისად, ეგრეთ წოდებული მოდეს ვთქვათ სამართალი არის სასწორი, რომელშიც მხარეები მიუხედავად განაჩენისა, ასე ვთქვათ, მოდი ბრალდებული ცნობიერება შიგნით გულისიღრმეში ეთანხმება იმას, რომ დიახ, მან სასჯელი მიიღო სამართლიანად. ყველაზე ცუდი ადამიანები ყველაზე ძალიან ღიზიანდებიან. ყველაზე ძნელია, როდესაც ის სასჯელს ღებულობს უსამართლოდ. მოდი ვნახოთ, როგორ არის სისტემა აწყობილი დღეს. მივჩავთ, თუმცა რაც ქალბატონმა თავმა თქვა, ისტორიულადაც ასე მოდის. კანონმდებელი ორგანო არის საქართველოს პარლამენტი და სხვა ქვეყნებში შესაბამისი უწყებები, ხო? ვინ არიან კანონმდებლები? არიან საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც თავთავის დარგში, ყველა სპეციალობა იქ, მუსიკოსები, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, თავთავის დარგში ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გეგმებს ახავენ. ამის განსახორციელებლად იწერება კანონი თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ კონკრეტული მიზანი იქნეს მიღწეული. ასევე ხდება სისხლის სამართლის კოდექსში რეალურად ხედვა, რომ ესე იგი ჩვენ შევძლოთ სახელმწიფოში დავიცვათ სამართლიანობა, ხო? მივიღეთ კანონები, ანუ უბრალოდ მივიღეთ ჩარჩო გეგმა და მერე მივეცით იურისტებს, რომ ამას მისცენ იურიდიული ფორმა. ანუ თვითონ იურისტები გიარწენენ კანონს. კანონები გადაყავთ იურიდიულად, რეალურად ყველა დარგი თვითონ საკანონმდებლო სისტემაში აქცევენ იდეას, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად დიახ, ანუ იდეა გადაყავთ იურიდიულ ენაზე. პირადად მე და ალბათ ვერც მეტყვით კიდე არ ვიცი, მე არ ვიცნობ ადამიანებს, რომელსაც საკუთარ თავს როდესაც ეხება პირადად მასთან, რომ სამართლიანობის საკითხთან ის იყოს, რო ვიტყვი წყნარად, მაშინ ის აუცილებლად მოითხოვს სამართალს. თუ თვითონ დამნაშავეა, ცდილობს როგორმე გაძვიდეს თავი გაემართლოს, ხო ასეა? ანუ მივდივართ რასთან? მივდივართ იმასთან, რომ აი სახელმწიფო რომელმაც უნდა უზრუნველყოს აი ეს სამართლიანობა, კანონი შეიძლება აღსრულდეს, მაგრამ ის არ იყოს სამართლიანი. სამართლიანობა არის მაშინ, როდესაც ის კანონი, რომელიც აღსრულდა აბსოლუტურად სამართლიანად ეხება საზოგადოებას და ყველა კმაყოფილია და ენდობა მაგ სამართლიანობას. ნახეთ როგორია მე ევროპა, შეერთებული შტატები, სხვა ქვეყნები კი არ მეუბნებიან ჩემი სასამართლო როგორია. არამედ მე მოქალაქე ვთვლი რომ დაწყებული ქვემოდან პოლიცია სამართლიანად მოქმედებს. გამომძიებლები სამართლიანად და კარგად მოქმედებენ. პროკურატურა სამართლიანი ქმედებებით ახორციელებს დაპატიმრებას და ბრალდებას. ადვოკატები მორალური და კანონის ჩარჩოში სამართლიანად იქცევენ სასამართლო პროცესებს და რაც თავარი მოსამართლეები ღებულობენ სამართლიან გადაწყვეტილებას და ეს სამართლიანი გადაწყვეტილება სადაც არ უნდა წაიღო ყველგან იქნება ის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ სამართალი არც ერთ საფეხურზე არავინ არ დაარღვია. ან ნახეთ, საფეხურები რომლებიც ამოვიარე, არსად არ ყოფილა დარღვევა. და მე საქართველოს მოქალაქე აღვიქვავ, რომ ჩემ ქვეყანაში სამართლიანობა შედგა და ყველაზე დიდი, რო ვიტყვი, აღშფოთება რას მოქალაქეებში შეიძლება იყოს, ეს არის უსამართლობის შეგრძნება, რომელიც მე უკვე აღარ მაქვს. ანუ ნახეთ რა არის არაერთხელ მივხვდით, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი, ეკონომიკაში გულისხმობ ყველაფერი. პირდაპირ პროპორციულია მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის მარგი ქმედების, ანუ შიგნით სოციუმი როგორ აქვს მოწყობილი და გარეთ რას ვაკეთებ იმის, რომ ჩემი პოლიტიკურ-სოციალური სისტემა იყოს მაქსიმალურად კარგი, მაგრამ უკუპროპორციულია სამართლებრივი პრობლემების ამ ქვეყანაში. ესე იგი, ვეღარც ეკონომიკა ხარობს. პოლიტიკასაც ვეღარ ვაწევებ, როგორც საჭირო, იმიტომ რომ პოლიტიკური დაპირისპირებები მაქვს შიგნით და გარეთ, იმიტომ რომ თვლიან რომ მე არასამართლიანი ვარ. შიგნით ჩემი საზოგადოებისგან მაქვს ეს დაპირისპირება, იმიტომ რომ სამართლებრივი პრობლემა ფორმულაში ვედევს. ანუ მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემის უნდა მიისწრაფოდეს იდეალურობის შემთხვევაში ერთიანისკენ. მაგრამ როდესაც ის უსასრულობისკენ მიისწრაფეს, აქ რამეზე ლაპარაკი არის ძალიან ზედმეტი. ანუ შემთხვევაში ყველაფერი მიდის უკან ქვეყანაში, ეკონომიკა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მოსალოდნელია უკვე რევოლუციაც, მოსალოდნელია მე გადატრიალებაც, იმიტომ რომ ეს იწევს საზოგადოების უსერიოზულ სახსრებობას. გააჩნია ნიშნულში სამართლებრივ პრობლემებში რამხელა ნიშნული დაგროვდა. და ეს კრიტიკულ წერტილს რომ მიაღწევს, იმას ვეღარც ერთ ხელისუფლება ვეღარ უძლებს მე როგორ. ეს არის ჩვეულებრივი მათემატიკური ფორმული და ეს არის მათემატიკური. გავტან თამარ. შეიძლება მე გავაგზელებ ბატონ თემურისას. კი ბატონო. და იგივე სოკრატეზე რო ვთქვა, ის არ იყო დამნაშავე და ისტორიამ შემოგვინახა,
რომ იგი არაკანონიერად დასაჯეს და მას შეახოცეს ესე იგი დამარცხების მთელი ეს სიმძიმე, ხო? მაგრამ ნახეთ, სამართალმა მაინც ესე იგი თავისი გზა ნახა. ინფორმით ნახა გზა, რომ დღეს ამდენი 2000 წლის მერე ჩვენ ვიცით მეტი და ჩვენ ესე იგი ჩვენმა ასე ვთქვათ, დღეს მცხოვრებმა ადამიანებმა ვიცით, რომ ის არ ყოფილა და სასამართლომ გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ სოკრატე გახდა გაწევების. სხვათა შორის აი სოკრატეს რო აერიდებინა თავი აი ამ საჯელისგან თქვენ რაზეც აუბრობდით რომ მას შესთავაზეს გაქცევა ხო მართალია და მან უარი თქვა და დალიას საწამლავი შეიძლება ის ვერ შემორჩენოდა მას რომ ასე ვთქვათ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება დათანხმებულად თავის მეგობრის გასულოდა ამ ასე ვთქვათ და გაქცეულიყო შეიძლება მართლაც ისტორიას ესე ვეღარ დაიმახსოვრებინა ეს ეპიზოდი როგორც დღეს შეიძლება პარალელი გავავლოთ რომ აი თავისი ვთქვათ რაღაცა წარუმატებლობა მაშინ ქვეყანამ მას დააბრალა ხო რომ ღმერთები განარისხა მან და ესე იგი თავისი ქმედებებით ამ დროს ის უკიდურესად მორალური ადამიანი იყო და იმისთვის რომ ეპოვნად განტევების ვაცი აი დააბრალეს მას ომის წაგება ხო მაგრამ ნახეთ ისტორია მაინც შემოგვინახა მისი სიმართლე და იგივე თუ კიდიდეს მეშვეობით და მისი წყაროები რომ ეს კაცი აბსოლუტურად და ამიტომ დღეს იმასაც ამბობენ რომ ის დემოკრატია რომელიც ჩვენ ასე მოგწევს სწორედ ის დემოკრატია იყო რომელიც აი ასე სასტიკად მოეპყრო ესე იგი სოკრატეს ეს მართავ ადამიანს კი სამწუხაროდ ალბათ ესეც არის ბუნების კანონი რომ იდეალური სისტემა არ არსებობს და რა თქმა უნდა მათ შორის ყველაზე საუკეთესო სისტემაში შეიძლება მოხდეს უსამართლოდ ვიღაც დაიჩაგროს მაგრამ ერთია როდესაც ამასა გამონაკლისის სახე და აი სოკრატეს მაგალითს ვიხსენებთ 2500 წლის შემდეგ, ან მეორეა, როდესაც ესეთი შემთხვევები ხდება უკვე ყოველდღიურობა, ხო? აი ეს უკვე სრულად განსხვავებულ სურათს გვაძლევს. აი, საქართველოში მაგალითად მუდმივად რაც მე დავიბადე ყოველ შემთხვევაში და რაც ეს ქვეყანა არის დამოუკიდებელი, ყოველთვის მესმოდა ერთი პრობლემა. ეს არის ელიტური სამართალი, რომ არსებობს საზოგადოებაში რაღაც კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც აქვს ინდულგენციები ბევრ საკითხზე ან ყოველ შემთხვევაში მათ მიმართ რაღაც სხვა წესებით, სხვა პრინციპებით დგება სამართალი და ყველა დანარჩენი საზოგადოება ვექცევით განსხვავებულ რეჟიმში. აი თქვენი აზრით ეს რამდენად არის ჩვენი საზოგადოებისთვის ფაქტორი იმ განცდის გასაცნობიერებლად რომ ყველანი სინამდვილეში კანონის წინაშე უნდა ვიყოთ თანასწორი. აი ეს თანასწორობის განცდა არის თუ არა პრობლემა ჩვენი სასამართლო სისტემისთვის და ნდობაზე როცა ვსაუბრობთ სასამართლოს მიმართ ნდობაზე ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია რომ სწორედ ეს განცდა კონდეს ხო რომ თანასწორები ვართ კანონთან. სასამართლოს იცით და ამ განსჯის უპირველესი საფუძველი ალბათ უნდა იყოს სამართლიანობა და მოწყალება და ადამიანის სიყვარული. მე მაგალითად ყოველთვის ვამბობ, იცით, იგივე აი კონსტიტუციის მიღებისას, ხო? კანონების შემუშავებისას. სხვათა შორის როდესაც აი ამ კანონმდებლებს ველაპარაკები ხოლმე, არა, ჩემ ნაცვლს უბრალოდ ვერ ხვდებიან და მე აი კონსტიტუციას რაღაცა ახალი კონსტიტუცია რო იწერებოდა ეს მიშას დროს, ხო? მე ვუთხარი რომ თუ გინდათ მეთქი რომ კონსტიტუცია იყოს სიცოცხლის უნარიანი, არა, ის უნდა დაიწეროს ისე როგორც დაიწერა მაგალითად ამერიკის კონსტიტუცია. და უნდა მონაწილეობდნენ მეთქი ისტორიკოსები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები, პოლიტოლოგები, ხო? რატო? იმიტომ რომ ეს კანონები უნდა იყოს მორგებული ამ საზოგადოების წევრებზე. ხო, როდესაც ჩვენ ქმნით მართლა წესრიგისთვის ამ კონსტიტუციას, მაგრამ როდესაც ახლა პოლიტიკური ძალის მიზანი თავისი ძალაუფლების კონსოლიდაცია არის, ასე დროს ახლა ეს ფსიქოლოგი რაში ჭირდება, პირიქით ჭირდება ისეთი, ვინც ისეთ კონსტიტუციას დაუწერს, რასაც ვერ გადაუხდა. გარდა ამისა, იცით ეს თქვათ იურისტები ძალიან მშრალად უყურებენ ამ ყველაფერს, მაგრამ თითოეული ადამიანი ჩვენთვის არის ღირებული, ხო მართალია. და თავარი არის რა, იცით, რაღაცა დანაშაულის პრევენცია, ჩემი აზრით. და აი საზოგადოების წევრების ისე აღზრდა, რომ არ ჩაიდინოს რაღაცა დანაშაული, ვიდრე მერე მისი დასჯა. იმიტომ რომ
ძალიან პატარა ქვეყანა ვართ ჩვენ ზოგი კი ამასინათ მედავებოდა არა ჩვენო დიდი ქვეყანა ვართ მაგრამ პატარა ვართ ხო პატარა ქვეყანა თითქმის ყველას იცნობს აი მე მაგალითად წინააღმდეგი ვიყავი ნაფიც მსაჯულების ინსტიტუტის მე პირადად არის მაგას გეთანხმებით მაგაში არ ვარ მომხრე შენ ამერიკის მოდელი რო გაქვს ან კიდე ის ჯამით რო შთანთქმა კი არისო არა დაჯამება და ისე მიღება ხო უნდა იყოს ის რაღაცა გამორჩეული და ის მენტალური რაღაც მომენტები რაც ამ კანონს გახდის სიცოცხლის უნარიანს ხო ეხა მართლაც თქვენი არ იყოს და ბატონი თემური შეუძლებელია რომ იყოს 100% თქვათ კანონიერი და სამართალ დამცავებმა ისე განახორციელონ სამართალი რომ არ იყოს რაღაცა გადაცნობები მაგრამ უნდა შევეცადოთ რომ მაქსიმალურად იყოს სამართლიანი სასამართლო ხო ეს განსაკუთრებით ეხლა არის აქტუალური ბოლო პერიოდში იმიტომ რომ ჩავთავთ ტელევიზორს და ვნახავთ რომ ყოველდღე ვიღაცას იჭერენ ხო ამიტომ აი ამ საკითხზე მსჯელობა მე მიმაჩნია რომ არის ძალიან დროული იმიტომ რომ ის გადაწყვეტილებები რასაც ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება ერთ-ერთი ხელისუფლების შტო არის ხო მართალია ძალიან მნიშვნელოვანი ამიტომ ის გადაწყვეტილებები რასაც ისინი იღებენ ამ პატარა ქვეყანაში უნდა იყოს გამჭვირვალე და ძალიან მკაცრად დასაბუთებული და არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვა იმაზე რომ ეს გადაწყვეტილება არის სამართლიანი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბატონ თემურ, აი, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხს მივადექით, ეს არის სამართლის აღსრულების კულტურა ალბათ. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ფუნქცია არის შექმნას სამართლიანი კანონმდებლობა და ამაზეც ვისაუბროთ, აი, ფორმალური კანონის ფორმალურად დაცვა რამდენად ნიშნავს სამართლიანობას. ეს ცალკე საკითხია, მაგრამ აი თვითონ როგორი კანონიც არ უნდა გქონდეს, შემდეგ ამისი აღსრულების კულტურაც ალბათ არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, აი სწორედ ამას ეხმაურებოდა კაპიტანი თამარის აი ეს ბოლო რეპლიკაც, რომ იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სამართლიანობის განცდა, ალბათ არ არის მხოლოდ საკმარისი ის, რომ აი კანონში ესე წერია და მე ესე იმიტომ ვიქცევი, ესეთ პასუხებს ვიღებდეთ სასამართლოდან იქნება თუ სამართალდამცავი უწყებებიდან. კანონის აღსრულების კულტურაც მნიშვნელოვანია და ამ კულტურაში პირველ რიგში იგულისხმება, რომ იქ სადაც შეიძლება არსებობდეს შეკითხვები, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლიანია, უსამართლოა, აქ ალბათ აი ვის აქვს აქ პასუხისმგებლობა თქვენი აზრით, რომ საზოგადოებას აუხსნას კონკრეტული გადაწყვეტილების სამართლიანობა, საზოგადოება დაარწმუნოს ამაში. გასაგებია, რომ შეიძლება ეხლა თან მით უმეტეს, როდესაც რაღაც პოლიტიკურ საკითხზე მიმდინარე მსჯელობა ორივე მხარეს არსებობდეს სხვადასხვა არგუმენტები, ორივე მხარეს იდგეს ხალხი, მაგრამ სამართლის მიზანი ხო სწორედ ის არის, რომ რომელ მხარესაც არ უნდა იდგე, შენთვის გასაგები უნდა იყოს, რომ აი ეს გადაწყვეტილება, კონკრეტული გადაწყვეტილება არის სამართლიანი, კანონიერი, დასაბუთებული და ამ მხრივ შეკითხვები არ არსებობს. აი, ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში, ან რა კლასი, რა ფენა არის ამაზე პასუხისმგებელი, რომელმაც ეს განცდა საზოგადოებაში უნდა შექმნას. მოგახსენეთ, მე ჩემ წინა საუბარში ცალკე გამოვყავი პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანო, რომელიც კონტროლს უწევს ზედამხედველობა საერთოდ ყველაფერს და ცალკე ჩამოვთვალე პოლიცია, პროკურატურაში რატო აეგ არის სწორედ ის რგოლები, რომლებიც აღსრულებას ემსახურებიან, ხო? აი, საფეხური, ყველა საფეხურზე მე რომ მოვითხოვე სამართლიანობა, მე ვგულისხმობდი მაგ აღსრულებას და მთლიანი პროცედურების საკითხს. ნახეთ, ქალბატონო თამარო თქვა რომ იდეალური და თქვენ ბრძანეთ ასევე რომ იდეალური სამართალი ვერ იქნება. მაგრამ ნახეთ რა არის იდეალურისკენ მისწრაფებული სისტემა თვითონვე იძენს ეგრეთ წოდებული იმუნიტეტს. იქ თუ რაღაცა ვინმე შეეშალა, იქვე სწორდება, მაგრამ თუ დაავადდა სისტემა იმას იმუნიტეტი აღარ გააჩნია, ანუ სამართლებრივი იმდენად დიდია პრობლემები რომ იქ მოდი ასე ვთქვათ, რასაც გინდა იმას დაარღვევდა სისტემას უკვე იმუნიტეტი არ გააჩნია. აი ამად იწყება უკვე ეს დიქტატურაც ის ყველაფერი და აბსოლუტურად ყველაფერი მოსულა საკითხი, რაც მერე სხვა უკიდურესობაში გადადის. ეხლა თქვენ შეკითხვას კონკრეტულად მაგალითად ერთ მაგალითს მოგიყვანთ. წარმოიდგინეთ რომ თემურ მაისურაძემ რაღაც ფინანსური რაღაც დარღვევა გააკეთა, რაღაც შემეშალა. ჩემი დარღვევა პირობითად ფინანსური დარღვევა შეესაბამება რაღაც 100,000 ლარს.
აღმასრულებელი მოვა და დამიყადაღებს არა 100,000 ლარის ღირებულების ქონებას, არამედ მილიონობით რაც კი გამაჩნია მთელ ქონებას, რაც ძალიან არასამართლიანია, რადგან თუ მე ბრალს მდებენ 100,000-ში, ყადაღა უნდა ეხებოდეს ამისი ანალოგიური ლიკვიდური ქონების ღირებულებას. ახლა ახალი კანონმდებლობით არა მხოლოდ თქვენ შეიძლება თქვენს ვისთანაც შეხება გაქვთ, ოჯახის წევრებსაც კი შეიძლება დაუყადაღონ, საერთოდ რომ იმათ მონაწილეობაც კი არ შეიძლება თეორიულად გქონდეთ დაუშვათ, აი სავარაუდო დანაშაულში, ვინაიდან შეიძლება თქვენთან შემხებლობა გქონდეთ და გაუჩნდეს სახელმწიფოს იმისი მოლოდინი, რომ აი დაუშვათ ბატონ თემურის რო დაუყადაღებთ მე ანგარიში, მან არის სარგებლოს სხვისი ანგარიშები, იმათაც უყადაღებენ ქონებას ახლა ესე შემთხვევაში. აი ეგ არის უდიდესი კონფლიქტი აღსრულების კუთხიდან. ნახეთ და აბსოლუტურად უსამართლო. შენ მე რაში მედავები? საუბრობთ ჭიქაზე? მე საუბრობ ჭიქაზე, ჭიქის მიღმა შენ საქმე არ აქვს. და აი კანონი რომ ესეთნაირად იყოს, რომ თუ სახელმწიფოს მიერ აღსრულების დროს გადამეტებულია, გადაჭერმებულია, ანუ ზედმეტი ყადაღის უფლება გამოიყენა, ის უნდა ჯარიმდებოდეს ჩემთან მოყენებული ზარალის შესაძლებლობა. აბა როგორ? რომ მეორე სხვა პროკურორს ან სხვა ვინმე გამოიძეს, აზრად არ მოუვიდეს, რომ მე იმისთვის რომ თვითონ იყოს თავი დაიზღვრიოს, მე დამიყადაღოს ყველაფერი. აბსოლუტურად ესე იგი უსამართლო ასეთი მოქმედება. სამართლიანობას თუ ვლაპარაკობთ, სამართლიანი არის მოქმედების შესაბამისობა სასჯელთან ან იმ თადარიგთან, რომ სახელმწიფო არ დაზარალდეს. დაგაზარალია 100,000-ით, გააკეჭო რომ 100,000-ით, კი ბატონო 150,000 დამიყადაღე ლიკვიდობისთვის, მაგრამ არა ყველაფერი რაც გამაჩნია. იმიტომ რომ მე მყავს ოჯახი, რომელსაც ჯერ არაფერი დაუშავებია, მე თუ რამე დავაშავე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ აქ სამართლიანობის ლაპარაკი არის ზედმეტი, მაგრამ თუ კი მე სახელმწიფოსთან ვალდებულებაში სახელმწიფოს უფლება აქვს დამაჯარიმოს კიდეც დროზე არ გადახდის ან რაღაცა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მეც უნდა მქონდეს უფლება სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ანალოგიური წილხვედი ზუსტად იმისი პროპორციული ჯარიმა ან რო ვთქვათ ზარალის ანაზღაურება მოთხოვო, მაშინ ყველა იქნება ჭკვიანად და გამოიყენებს უფლებების მარტო იმ დოზას, რომელიც საჭიროა, იმიტომ რომ ის პროკურორი, რომელმაც ჩემთან ქმედებაში გადააჭარბა, მას პირადად მოეთხოვება. სხვა შორის ბატონ თემურ, კანონმდებლობაში მსგავსი რამ არსებობს ჩვენთან, ამას ქვია ზიანის ანაზღაურება, მაგრამ როგორ იქნება? ხო, აი ამაზე მაგ ზუსტად საუბარი, რომ კანონით ეგ დაშვებულია, რომ შენ თუ მოგადგა ზიანი, ნები მათ შორის პროკურატურის მოქმედებიდან მნიშვნელობა არ აქვს, შენ უნდა ამტკიცო ეს სასამართლოში, დაასაბუთო რამდენი ზიანი მოგადგა და შემდეგ ამის მიხედვით უნდა მოხდეს ანაზღაურება, მაგრამ აქ განსხვავება რა არის, რომ აი პროკურორის მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს 24 საათში, იმიტომ რომ მიმართა სასამართლოს დაჩქარებული ვადებით მოქმედებს და თქვენ 24 საათში დაგადონთ საერთოდ ყველაფერზე ყადაღა, მაგრამ აი შემდეგ თქვენ რო ამტკიცოთ, რომ რაღაც ნაწილში ეს ყადაღა არის უსამართლო. ამას შეიძლება დაჭირდეს წლები, თქვენ უნდა არ ვიცი მიმართოთ იქ დაიქირავთ ზვირადღირებული ადვოკატი, სასამართლოს მიმართოთ რიგში ჩადგეთ, ელოდოთ როდის დაიწყება თქვენი საქმის განხილვა და მე ხა ან მოხდება იმისი დაკმაყოფილებაც ან არ მოხდება, მაგრამ დაახლოებით რამდენიმე წელი უნდა დაკარგოთ შემდეგ თქვენ ამ უფლების აღდგენაში და არც ის გაქვთ მე გარანტირებული ბოლოს. ბატონო თქო, სხვაგან არ მივდივარ, ჩემ მაგალითს გეტყვით. დავა მქონდა კონკრეტულ პიროვნებასთან ჩემი და ჩემი ძმის პატენტის უკანონოდ მითვისების გამო. სასამართლო გრძელდებოდა იმდენ ხანს, რომ პატენტს ვადა გაუვიდა. ვიღაც ჭირდება ის პატენტი, რომელსაც ის 20 წლიანი ვადა გაუვიდა. რა აზრი აქვს ეგეთ სამართალს? ან როგორ მოთხოვო ვინმეს აი ამ ჩემი ზარალის ანაზღაურებას, რომელიც რა თქმა უნდა. მაგრამ ის რაც მეუბნებო, ότι შენო ვერ მისაბუთებო, რომ შენო ამდენიც და ამდენიც დაზარალდიო. ანუ ესე იგი ვერ ვასაბუთებ რომ მე ამ პატენტს არ გავყიდიდი ან წარმოებას დავიწყებდი და შემდეგ. ეგრე არ არის. არსებობს სპეციალური აუდიტის სამსახურები, რომლებიც აფასებენ პატენტის ღირებულებას მიუხედავად იმისა, რომ ჯერის გამოყენებაში არ არის და მინიმუმ უნდა შემეძლოს სიზარალი მოითხოვო. მინიმუმ. რა თქმა უნდა. სად არის ჩემთან ეგ? მე საქართველოს მოქალაქე ვარ, მე დავკარგე პატენტი, მიმაჩნია რომ ერთ-ერთი საუკეთესო. ვინ აგებს ამაზე? სად არის სამართალი? აი ეგ არის უსამართლობის შეგრძნება. ანუ მე რომ თქვი რომ ეკონომიკის მეთქი პირდაპირ პროპორციაში ეგ არის ნახეთ ეკონომიკის მე ხლა უნდა ვიფიქრო რაზე იცით რომ პატენტი საქართველოში კი არ დავიცვა რომელიმე სხვა ქვეყანაში არ ვიღაცასთან ერთად აქ ბოდიში და ვიღაცა არ ამახიოს ცუდი სიტყვის გამოთქმისთვის მაპატიეთ გამოსვის
ესაა სამართალი? ამას რო ადამიანი ვერ გრძნობს ამისგან დაცულად თავს, ის რა თქმა უნდა ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები შემხებლობა კონდეს მერე ამ სახელმწიფოს. კი ბატონო, ამას კანონმდებელი ვერ ხედავს. იმიტომ ვერ ხედავს, რომ ის პარლამენტში ზის. აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაზე პირველი უნდა იყოს საკანონმდებლო ინიციატივების და არა პარლამენტი თვითონ ვერ ხედავს რა ხდება აღსრულების დონეზე. აღსრულება ხედავს რა პრობლემებია სახელმწიფოში დაწყებული იმიდან, რა ქვია, მუნიციპალიტეტიდან დამთავრებული, რა ვიცი მე, ყველაზე დიდი ქალაქით. და როდესაც რაღაცა კარგად ვერ მუშაობს, უნდა შედიოდნენ ინიციატივით პარლამენტში, რომ ამა და ამ ხარბეზის გამოსაცვლება საჭირო ამ კანონში ასეთი და ასეთი ცვლილების განხორციელება. ანუ მე თუ ეხლა იმის გამო რომ სასამართლოში რიგებია და 10 და 15 წელი უნდა ველოდო, ეს სამართალი არ არის. სამართალი არის მაშინ, როდესაც იმას აქვს არაუმეტეს 1 წელი ვადა, რომელშიც ყველა ვარიანტში უნდა გინდებოდეს 200 მოსამართლე გინდა? ვიხტის მაო განახდელი ვარ. ჩვენ ხო ვიხტით გადასახადებს. 400 გინდა, აიყვანე 400, მაგრამ სამართალი იყოს სწრაფი, ეფექტიანი და ვიცოდე რომ მე აი ესეთი რამ არ შემემთხოვა, რაც მე მომევიდა. რამდენია ჩემნაირი მაისურაზე ძალიან ბევრი. და რამდენია ჩემზე უკეთესი მაისურაზე კიდე, რომელსაც შეიძლება მე ერთი პატენტი დავკარგე და იმას შეიძლება 7 დაკარგა ამასობაში. მე არ მაქვს უბრალოდ ინფორმაცია. კი ბატონო, გეთანხმებით სავსებით და საპროცესო კანონმდებლობით სხვა შორის ესეც არის გაწერილი. ორი სამთვიანი ვადები არის ხოლმე განხილვისთვის, მაგრამ ეს პრაქტიკაზე გვაქვს ჩვენ ამ შემთხვევაში საუბარი, რომ კანონში რო წერია მართლაც რომ აი 3 თვეში უნდა დასრულდეს რაღაც კონკრეტული ინსტანციის განხილვა და 3 თვეში კი არ 3 წელში თუ დასრულდა, რომ კმაყოფილი რჩები საბოლოოდ ადამიანი. 12 წელი გავიდა. აი იმ საკითხზე რომელიც ბატონ თემურ თავარი რომ აი თქვენ მე ნებისმიერმა მოქალაქემ არ ერთი წუთი რო დავაგვიანოთ რაღაცა პროცედურის შესრულება, რაც კანონით გვევალება, ამის გამო შეიძლება მრავალათასიანი ჯარიმის გადახდა მოგვიწიოს და თვითონ სასამართლოს რო აგვიანდა ჯარიმა და მე ყადა. აი ესე აქვს ხელები გაშლილი, რა ვქნათ აბა, ბევრი საქმეა. მეც რა ვქნა, რა ვიცი, აბა, მეც რაღაცა მიზეზი მაქვს, როცა რაღაც პროცედურას ვერ ვასრულებ. ნახეთ, თუ შეიძლება ერთწინააღმდეგობაში და შემდეგ გადავაქვს. მე ხელისუფლება დავიქერავი და გადასახადს ვიხდი, იმიტომ კი არა რომ მას კომფორტული სამუშაო შეუქმნა. არამედ იმის რომ მან შემიქმნას ცხოვრების კომფორტი. და ის რომ იცი და იქ საგადასახადო უნდა გამოვიდეს, უნდა იწვალოს კი არა, დღე და ღამე უნდა ათენოს იმის რომ სწორად დაადგინოს და სწორად მოეკმაკიდოს თითოეულ მოქალაქეს. მე არ უნდა ვზრუნავდე მის კომფორტზე. და აქ პირიქით არის, სახელმწიფო იწყობს ყველაფერს კომფორტულად მივიდა და აყადა აიღო ყველაფერი როიტყვან მოჭიხნა თავისი და მე ესე იგი მოქალაქეს თავარი მიზანი რაც აქვს, ამ შესრულებას იწყებს უკვე. აბა მიდი გაასაჩივრე ძმაო და ელოდეს 3 და 5 წელიწადი და 100 შემდეგ გაშიმა. ანუ ბევრი მოქალაქე არ მიდის სამართლის საძიებლად, იმიტომ რომ აი ეს ინერციული სისტემაა, რაც გითხარით. ძალიან ინერციული, როდის მიაღწევს იმ სამართლას არის ის, ძალიან ბევრი ადამიანი ჯარიმდება უსამართლოდ, მაგრამ იმ 200-300-500 ლარად არ უღირს, რომელიც უკან უნდა დაებრუნოს, არ უღირს აი ამდენი სასამართლოში სიბილი და თვეობით და წლობით მისი როდესაც აქ იმდენი უნდა დახარჯოს იმაში, რომ შემდეგ ის 500 ლარი უკან დაიბრუნოს. ეხლა მე გამისვა შეკითხვა. მაქვს მე სამართლიანობის შეგრძნება? არა მაქვს. არის თუ არა თქვენი სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცული? აი ეს არის ამ შეკითხვა. შეკითხვა, იმიტომ რომ ის რო კონსტიტუციაში ეს გვიწერია, რომ სამართლიანი სასამართლო აი მართლა უკიდურეს დამნაშავეს, ავაზაკს, ყველაზე უფრო საზოგადოებისგან გარიყულ ადამიანსაც კი სამართლიანი სასამართლოს უფლება გარანტირებული უნდა კონდეს და ეს არის ერთ-ერთი იმ იშვიათ უფლებათაგანი, რომელიც არის შეუზღუდავი უფლება, ანუ აბსოლუტური უფლება. სულ რამდენიმე არის, ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლება, წამებისგან დაცულობა, რომ წამება არ შეიძლება ადამიანის და რწმენის თავისუფლება. აი ეს სამი უფლება არის, ვისი შეზღუდვაც არ შეიძლება რომ მოხდეს, მაგრამ ნუ ჩვენ შემთხვევაში ეს განცდა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვართ განსჯილები ყველანი, სამწუხაროდ არ გვაქვს. ხშირად. კაპიტან თამარ, აი საინტერესო საკითხი წამოჭრა ბატონმა თემურმა, რაც მონიშნულიც მქონდა, ეს არის პასუხისმგებლობების საკითხი, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების და მათ შორის თუნდაც მოსამართლის. მე ვიტყვი, რომ ხა ჩვენი კანონმდებლობით აი ესეთი ჯეროვანი ქმედითი კანონი, რომლითაც ჩვენ მაგალითად მოსამართლეს დავაკისრებდით პასუხისმგებლობას მის მიერ მიღებული აშკარად უსამართლო გადაწყვეტილების გამო, ასეთი კანონი არ გვაქვს, ესეც ნუ კი არის, რა თქმა უნდა, ეხა იქ უნდა სისხლის სამართლის დანაშაული უნდა დაუმტკიცო, მაშინ რომ ქრთამი აიღო რაღაც სხვა დაინტერესების გამო მიიღო გადაწყვეტილება, ეს ალკე ნაწილი. სტრასბურგის სასამართლო. კი, მაგრამ ნუ ეგეც ალკე პრობლემა არის, მე იმ სტრასბურგში გასაჩივრება არ არის, ხო ესე. იქაც ისეთი ვადებია, რომ იქაც ისეთი ვადებია, 5-6 წელი მინიმუმი არის, თუ რამე განსაკუთრებული არ ხდება. პრობლემა ხომ არ არის იმაში, რომ აი ბატონი თემურის თქმისაც არ იყოს პასუხისმგებლობების ნაწილი მთლიანად არის მოქალაქე
ყოველთვის მხარეს გადმოტანილი და იქით მხარეს, სამართალდამცავი უწყებების მხარეს, სასამართლოს მხარეს, თითქმის არ არსებობს პასუხისმგებლობები. ყოველ შემთხვევაში პრაქტიკაში ამას ჩვენ ვერ ხედავთ. აქედან ხომ არ გამომდინარეობს მათ შორის ისიც, რომ აი იგივე საკითხი, რაზეც ბატონი თემური საუბრობდა, რომ თვითონ ადმინისტრაციები არ არიან დაინტერესებული, არ არიან მოქნილები საინისოდ, რომ მიმართონ კანონმდებელს, რომ გამოასწოროს მაგალითად კანონის ხარვეზი, რომ თუ რაღაც მიმართულებით პრობლემა გადავსებულია სასამართლოებით, თვითონ სასამართლო გამოვიდეს ინიციატივით, რომ რაღაც დამატებითი სახსრები მომეწით, რომ მე ჩემი ფუნქციები შევასრულო. ხომ არ არის ამისი ბრალი ის, რომ რეალურად კანონი არ ითვალისწინებს მეორე მხარის, სახელმწიფო მხარის პასუხისმგებლობებს. თუ ისევ ამ სოციალურ კონტრაქტს დაუბრუნდებით, რომლის საფუძველი სახელმწიფოს საფუძველი არის ეს კონტრაქტი, არა, ნახეთ სახეზე გვაქვს, ხა რაც ბატონმა თემურვამ მოყვა, ცალი მხარე, ესე იგი, გაცილებით უფრო ასრულებს თავის მოვალეობას, ანუ სახელმწიფო ძალადობს მოქალაქეზე, მაგრამ მოქალაქებს ნაკლები ბერკეტები აქვს იმისთვის, რომ სახელმწიფოს მოთხოვოს, რომ იყოს სამართლებრივი სახელმწიფო. როდესაც კონტრაქტის რომელიმე მხარე არ ასრულებს კარგად თავის მოვალეობას, აქ უკვე პრობლემაა, ხო? და აი ეხა ამ განათლების რეფორმასთანაც არის ეს დაკავშირებული სხვათა შორის არის აი ამ საგანმანათლებლო რეფორმაზე ლაპარაკი და განსაკუთრებით აქცენტი კეთდება აი ამ იურიდიულ ფაკულტეტზე, ხო? მე უბრალოდ მოუწოდებდი ხელისუფლებას, რომ იურისტები ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფენა ქვეყანაში, რომლებიც ეხა პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე, წარმოიდგინეთ თქვენ, ეს არის ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრი ადამიანის ბედს წყვეტენ, ხო? ამიტომ ისინი განსაკუთრებულად განათლებულები და ზნეობრივები უნდა იყვნენ. იმიტომ რომ ესე იგი აი ხა იგივეს ვიმეორებ, როდესაც ეუბნები, რომ კანონში იქ ბევრი რამე არის გასათვალისწინებელი და რომ და ვერ ხვდები უბრალოდ რაზე უდევს წინ ფუნქცელი და იქ მუხლები არის, ამ მუხლში ეს არის, იმ მუხლში და იმის იქით ადამიანს არ ანუ უყურებენ ხოლმე ფორმალურ მხარეს კანონის და არა სამართლიანობის განცდას თუთოებს ეს კანონი ამას. და ესე იგი ეხა ბაბუაჩემი იურისტი იყო და უაღრესად განათლებული ადამიანი და მიყვებოდა ხოლმე ამ ციცერონზე და კონიზე და ასე შემდეგ, თუ რა კორიფეები იყვნენ ისინი და სასამართლო პროცესებს როგორ წარმართავდნენ და ასე შემდეგ და დღეს ნუ ეხა ეს დონე ხო აღარ არის. უბრალოდ ციცერონს ვიჭირს. ყველაფერი არის ძალიან ასე ვთქვათ, გაუბრალოებული და ძალიან მარტივად წყდება ეს ადამიანის ბედი, ხო? მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ თუ სახელმწიფოს უნდა რომ შედგეს და სამართლებრივ აი ამ მხარეს და სასამართლო ხელისუფლებას ერთ-ერთ შტოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მისი მორალური ლეგიტიმაცია უნდა იყოს ძალიან დიდი. ანუ შეიძლება შენ სასამართლომ გამოგიტანოს განაჩენი და დამნაშავედ გცნოს, მაგრამ იმდენად არგუმენტირებული იყოს ეს განაჩენი, რომ შენ ეს ჩვეულებრივად მიიღო, ხო? და რო არ დაგრჩეს შენ აი ეს უსამართლობის შეგრძნება, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხო? მაგრამ აი ხა სასამართლო პროცესებზე რამდენად არის ეს ყველაფერი დაცული, არა? ხანდახან არგუმენტი არ არის და მაინც დგება ისეთი გადაწყვეტილება, რომ აი ამ კანონიდან გამომდინარე, ხო? რაც ტოვებს შემდეგ საზოგადოებაში ზუსტად მოსამართლობის განცდა. მართალი ხარ, სწორი ხარ, მაგრამ ნუ ეს გეკუთვნის, არა არ გეკუთვნის. აი ეს არის. მინდოდა ჩვენი გადაცემის დასკვნითი ეტაპისთვის შევხებოდით ერთ კონკრეტულ საქმეს, ერთ კონკრეტულ кейსს, ასე ვთქვათ, როგორც ეხა უყვართ ხოლმე თქვა, რაც ფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში ყველაზე უფრო უკეთ ახდენს აი იმ ყველაფრის ილუსტრაციას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. საკითხი შეეხება ალბათ ბოლო პერიოდის ყველაზე უფრო გახმაურებულ დანაშაულს, ვაკეში მომხდარ
საზარელ მკვლელობას, რომელსაც ბატონი ლევან ჯანგველაძის სიცოცხლე შეეწირა და ამ საქმის გამო ადამიანებს, რომლებიც ამ საქმის გამო არიან პასუხისმგებაში მიცემული, მით უფრო თქვენთვისაც ცნობილია და ჩვენი მაყურებლისთვისაც ცნობილია, რომ საუბარი არის კოტე-მიქაძის ოჯახზე, ადამიანზე, რომელიც ნამდვილად არ არის უცხო, არც ჩვენთვის, არც ჩვენი მაყურებლისთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის. და მისი ოჯახის წევრებზე, მის შვილებზე, რომლებიც ყოველ შემთხვევაში, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენ რასაც ვიღებთ ინფორმაციებს, მართლაც ტოვებს ეს საქმე აი ამ დაუცველობის განცდას, იმის განცდას, რომ არგუმენტის გარეშე, მტკიცებულების გარეშე შეიძლება თურმე ადამიანს ამხელა პრობლემები შეექმნას. მე ჩემი მხრივ განმარტა უბრალოდ რომ საუბრობ იმ ასე ვთქვათ, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მასალებზე, რაზეც ყოველ შემთხვევაში მე მქონია შეხება და ვსაუბრობ იმაზე, რაც უნდა სასამართლოში იქნას დამტკიცებული. ამ შემადგენლობით საქმის დადასტურება რამდენად არის შესაძლებელი ჩვენმა მაყურებელმა, ჩვენი მაყურებელი ასე თუ ისე არის საქმის კურსში. ჩვენ მოვამზადეთ ერთი სიუჟეტი, რომელიც გვინდა რომ მაყურებელსაც ვანახოთ, სადაც საქმეში ბრალდებული, ერთ-ერთი ბრალდებული დავით მიქაძე თავად საუბრობს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე და რაც არ უნდა საოცარი იყოს, ეს არის ადამიანი, რომელიც ამ დრომდე გამოძიებას არ გამოუკითხავს, მას აბრალებენ უმძიმეს დანაშაულს, შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას და გამოძიება არ დაინტერესებულა ამ ადამიანის აზრით. ამიტომ ამ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ თავად გაეკეთებინა საჯაროდ ამ საკითხებზე განმარტებები, ის არ იმყოფება, რა თქმა უნდა, საქართველოში და ამ შემთხვევაში დისტანციურად მოხდა ამ ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქნებოდა საინტერესო მაყურებლისთვისაც და გადაცემის ბოლოს ამ საკითხზე გთხოვთ თქვენი აზრის გამოთქმას. თუ შეიძლება გაუშვათ. მე ვალდებული ვარ და ვიცი ჩემი თავი და დავამტკიცო რომ ვარ უდანაშაული. აი ამას გავაკეთებ, მე შეიძლება ეს დიალოგის რეჟიმში ვილაპარაკოთ უკვე შედეგების მიხედვით იმაზე თუ რატო ხდებოდა, მაგრამ დღეს როდესაც ამ პროცესში ვარ ჩართულები, ზედმეტად მიმაჩნია ჩემი ვარაუდების გაჟღერება. ბრალი არის აბსურდული. ლევან ჯანგველაძესთან არანაირი ბიზნესი არ მქონია საერთოდ. არ საერთო ინტერესები და არ დაპირისპირება არ მქონია. ერთი მტკიცებულებას კი არ არის საქმეში, რომელიც შეიძლება ადასტურებდეს ჩემ ბრალეულობას. ეს მოგონილია, რასაც ლაპარაკობენ, საერთოდ ბრალში არ დგას ეგეთი რაღაცა. საერთოდ ეს არის ვიღაცა პოლიციების განსხვავებული ინფორმაცია, რომელიც არც ერთ მტკიცებულებით ისევ არ დასტურებენ. Então tu pode brauchar as კითხვები მაინც არის, განმარტავ კითხვები არ ნიშნავს რაიმე სახის ირიგ მტკიცებულებას, უბრალოდ კითხვები. ჩემს დამემართებაში საერთოდ ეს კითხვებიც არ არსებობს. იქ რაც ვთქვათ, მტკიცებით ფორმაში ტირაჟირდება, რომ ჩემი ძმა სასტუმროში იყო, რაზე დაყრდნობითაც ვითომ ასე ვთქვათ, მტკიცებულებად ასახებენ ამას. სული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საერთოდ არ ყოფილა იმ სასტუმროში. სასტუმროში მე პირადი მიზნით ვიყავი ისუნი 12 წუთის განმავლობაში და ეს კითხვებიც კი არაა გამოძიებას. ჩვენ ვიცოდით, რომ გიორგის დაიჭერდნენ და გიორგი მიზანმიმართულად არ გაერიდა ამ ყველაფერს. ბრალში რო არის მითითებული, რომ თქვენ ბიზნეს საქმიანობა გქონდათ ჯანგველაძესთან და კონფლიქტი ამის გამო იყო წარმოშობილი, ამას თქვენ არ ადასტურებთ, ხო? არა, თორემ ადასტურებ. სული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის სიცრუე. სასამართლოში ჩვენ წარვადგენს მტკიცებულებებს, ამ სიცრუეს დასაბუთებოთ ეს სიცრუე. უბრალოდ გაეცნობით, ნახავთ, რომ ამ მოტივით არის ბრალში მითითებული თუ რატო ასე ვთქვათ დავაორგანიზეთ ეს თემა. კატეგორიულად უარყოფ და სული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ბრალი აგებულია ცელის სამეფოზე და ტყუილზე. ხლების მანძილზე მიმდინარეობდა დიფამაცია. ჩემი სახელის მიმართ და მე ამაზე არ რეაგირებდი, იქიდან გამომდინარე, რომ არც კანონი არ იცავდა უმრავლეს ქვეყნებში დიფამაციისგან თვითონ კანონი იცავს
გამარტავ რა არის მაყურებელს ვინც არის დიფერენცია პრესის მეშვეობით მიზან მიმართული სახელის გატეხოს დიფერენცია ეწოდება. ბოლო პერიოდში დიფერენცია გადაიზარდა დეზინფორმაციაში. მედიას რო არ წაუყენებია, მაგრამ მედიის საშუალებით მოხდა ამ ინფორმაციის ისეთი ტირაჟირება. მე ვფიქრობ, რომ ამან ძალიან სერიოზული გავლენა მოახდინა პროკურატურაზე. მე როგორც იურისტები მარცხნივენ, შესაძლებელი არის, როდესაც ესეთი გავრცელებული ინფორმაცია არის, ამასთან დაკავშირებით მოხდეს ებრალის აღება. უბრალოდ პროცესში თავისთავად დარწმუნებულები ვართ ჩვენ და დარწმუნებული ვარ, რომ ვერანაირად ამის დამტკიცება ვერ მოხდება და სამართლიანობა იზრდება. უნდა გკითხოთ ოთარ ფარცხალაძეზე. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი საშუალებით რაღაცნაირად ფარცხალაძეზე გასვლას ცდილობს პროკურატურა? როგორ შეიძლება გავიდეს ფარცხალაძე ჩემი საშუალებით, როდესაც ამ საქმეში მე თავად უდანაშაული ვარ. უბრალოდ ლოგიკურ ფაქტს ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ეს მოხდეს. მე ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან სტარი გზა არის, თუ ვინმე ამას აპირებს იქიდან გავხდიო, ისევ და ისევ კატეგორიულად ვაცხადებ, ამ საქმეში მე უდანაშაული. გამოძიებასთან თანამშრომლობას ჩვენების მიცემას რამე ეტაპზე აპირებთ? კი, მე გახსნილი ვარ, ყველობას არ ვაპირებ, ჩამოსვლას ამ ვითარებაში არ ვაპირებ. მაგრამ დამალვიცეს არსად არ ვიმალები ამის დამამტკიცებულად ინტერვიუს გაწყვეტს. და მზადვარ გამოძიებასთან ნებისმიერ საკითხს თემაზე ვიცამშრომლობ. აქამდე იყო კომუნიკაციის მცდელობა თქვენთან გამოძიებისგან? არანაირი კომუნიკაციის მცდელობა ვეჭდებით. ანუ არავის არ შემოუთვლია, რომ მაგალითად ჩვენება ხომ არ მისცემთ გამოძიებას, ან თქვენი პოზიციით არ დაინტერესებულა პროკურატურა? არა, ვინ არ დაინტერესებულა. პირველი შემთხვევა არის ეხლა თქვენ რომ ინტერესდებით ჩემი პოზიციით. მე ვალდებული ვარ დავიცვა ჩემი თავი და დავამტკიცო რომ ვარ უდანაშაული. მხოლოდ ობიექტურ. სამართლიან სასამართლოს შეუძლია დაადგინოს სიმართლე. ყველა კითხვას გასცეს პასუხი. გამოავლინოს ყველა დამნაშავე. და ღირსება აღუდგინოს შეურაცხყოფილ. სრულიად უდანაშაულოდ ცილის სამების გამო პასუხისგებაში მიცემულ ადამიანებს. უდავოა რომ სამართლიანი სასამართლოა ყველა დროსა და ეპოქაში, ნებისმიერი მმართველის პირობებში, პატიოსანი ადამიანის ღირსეული ცხოვრების გარანტი. ეს ხო ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი, თქვენ ნახეთ ფორმულას ეთერში გადაიცა ეს სიუჟეტი, ეს არის ინტერვიუ ბატონ დავით მიქაძესთან, რომელიც არის ერთ-ერთი ბრალდებული ამ საქმეში, ის არ იმყოფება ამჟამად საქართველოში, თუმცა ხსნის კიდეც მიზეზებს, რატომ გადაწყვიტა ასე და ასევე აცხადებს იმასაც, რომ ის მზად არის ღია თანამშრომლობისთვის გამოძიებასთან, თუ კი ექნებათ შეკითხვები. მზად არის მათ შორის, რომ მისი აზრით თუ კი დაინტერესდება ადრე თუ გვიან გამოძიება, ეს აზრი მოახსენოს. ეს არის დავით მიქაძე, თუმცა მეორე შვილი ბატონი კოტე მიქაძის, გიორგი მიქაძე იმყოფება ამჟამად პატიმრობაში. მათ შორის აი თვითონ დათოც მისი ძმაც ახსენებს ამას, რომ ჩვენ წინასწარ გვითხრესო, რომ გიორგის დააკავებდნენ, თუმცა ამ ადამიანმა გადაწყვიტა ვინაიდან თulis რომ არის სრულიად უდანაშაულო კანონის წინაშე არსად არ გაქცეულიყო დაელოდა მის დაპატიმრებას და ის ამჟამად იმყოფება პატიმრობაში. რა შეგვიძლია ვთქვათ, მე რა თქმა უნდა თქვენთან არ დავიწყებ საუბარს სისხლის სამართლის საქმის კონკრეტული ასე ვთქვათ დეტალების გარჩევაზე, იმიტომ რომ ბუნებრივია თქვენ არ გექნებათ შესაბამისი ცოდნა მიმართულებით არც უდომა საქმის მასალებზე. უბრალოდ აი ეს საკმაოდ გახმაურებული საქმეა, ალბათ დარწმუნებული ვარ, რომ ზოგადი პრესაში რაც არის ყოველ შემთხვევაში ის ინფორმაცია თქვენთვის იქნება ცნობილი და საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრი, როგორც მოქალაქის, არა როგორც იურისტის, არამედ მოქალაქის აზრი, რამდენად არის აი ეს კანონის უზენაესობის სტანდარტი თქვენი აზრით ამ საქმეში დაცული და რა არის იმისათვის საჭირო, რომ საზოგადოებას არ დარჩეს უკმარისობის განცდა, იმისი განცდა, რომ რაღაც ჩვენს ქვეყანაში მით უმეტეს, როცა ასეთი მძიმე დანაშაულის გამოძიებაზეა საუბარი,
რომ რაღაც ხდება უსამართლოდ, რაღაც ხდება უკანონოდ, რაღაც ხდება კანონის მიღმა. აი ამ განცდას არ უნდა ტოვებდეს ალბათ არც ერთი საქმე, ხო? კი ბატონო, ნახეთ, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ სახელმწიფოს აქვს უპირატესობა აი ამ სამართლის ნაწილში, მას შეუძლია უამრავი რამ გააკეთოს და მოქალაქეს მხოლოდ მოლოდინის რეჟიმი აქვს. ანუ სამართლიანი სახელმწიფო უნდა იქცეოდეს შემდეგნაირად, მას უნდა კონდეს მინიმალური მტკიცებულებათა ერთობლიობის ის აბსოლუტური მინიმუმი, რომელიც საკმარისია სამართლიანი ბრალის აღენებისთვის და არა ჯერ დააპატიმრო, დააყადაღო, ამბავი არის ყველაფერი გაიგო, მე ეძებო მტკიცებულებები. ეს უკვე სახელმწიფოს უფლებების ბოროტად გამოყენებაა. მე მიმაჩნია, რომ ჯერ უნდა შეგროვებულიყო მტკიცებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა, იმისთვის, რომ სახელმწიფო თვითონ გამოჩნდეს, რომ იტყვა ამ შემთხვევაში პირსახე შეინარჩუნოს. იმიტომ რომ თუ შენ მოსამართლე, სასამართლო და შემდეგ ამ ყველაფერს სახელს უტახავ იმის გამო, რომ რომელიღაც საქმეში ძალიან არასამართლად მოიკეცი, რა შთაბეჭდილებას ტოვებ შენ საზოგადოებაში. მე როგორ უნდა მჯეროდეს, მაშინ რომ ჩემ ქვეყანაში არის სამართლიანობა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში აბსოლუტური მტკიცებულებათა ერთობლიობა და მერე ნაბიჯების გადადგმა. ის რაც ახლა მე მოვისმინე, მე ძალიან მჭრის ყურს. იმიტომ რომ ადამიანს დაუკითხავთ, საზოგადოებას არ ნახავს კონკრეტული მტკიცებულება გარდა იმ საუბრებისა, ვიღაცას ტელეფონი დაურეკა, რაღაცა უთხრა, დიდი ბოდი შეგვე. იმდენ ადამიანზე შეიძლება ესეთი რაღაცები მოვიგონო, რა დაიჭერენ? დააპატიმრებენ, მე ვკითხულობ, მე რო ახლა თქვა რომ მაგალითად დაუშვათ რომელიმე პარლამენტის წევრი, მე რაღაცა მაგას დაიჭერენ? თქვენ მოგთხოვენ რომ წარმოადგინეთ საკმარისი მტკიცებულებები. კარგი, თუ არა, ამ შემთხვევაში როგორ არის შესაძლებელი? შეკითხვა. ანუ ახლა მე თქვენ კითხვას გავეცი პასუხი და საზოგადოებას ვეკითხები, რა შთაბეჭდილება რჩება ამ საქმიდან? ესაა ჩემი პასუხი. მე აი როგორ პირდაპირ ვამბობ, აი ამ საქმიდან და მსგავსი საქმეებიდან ველოები ერთ რამეს. ჩემთვის ეს არის გამოცდა. ჩემთვის გამოცდა საბარებს ის ვინც დააპატიმრა, გამოცდა საბარებს ვინც ბრალდება წაუყენა, გამოცდა საბარებენ თვითონ ადვოკატები და ბრალდებლები და თვითონ მოსამართლე. ყველა ჩემთვის როგორც თემურ მაისოც ერთ-ერთი მოქალაქისთვის ეს არის საგამოცდო, სატესტო საკითხი. და ამას უყურებ აი ამ ხელა თვალებით. საინტერესოა აი კალბატონ თამარ თქვენთან ამ თემაზე საუბრით შევაჯამებ პრინციპში გადაცემას ბუნებრივია რომ აი სისხლის სამართლის დეტალებზე არც თქვენთან არ მექნებათ შეკითხვა თქვენი აზრით აი ამ ხრივ იქნებოდა საინტერესო ბატონმა თემურმა ბრძანა რომ ასეთი ტიპის საქმეები არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი ხო ალბათ საზოგადოებისთვის რომ გავიგოთ მიმდინარეობს თუ არა სამართლიანად სამართლად წარმოება ეხა რა თქმა უნდა არ არსებობს ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანი, ნაკლებ მნიშვნელოვანი საქმეები, ყველას თავისი საქმე ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გონია, რა თქმა უნდა და ასეც არის, როცა მე მეხება რაღაცა პირადად ვიღაცისთვის შეიძლება ეს ზღვაში წვეთი იყოს, მაგრამ ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდეს და ესეა, თუმცა არსებობს რაღაც კატეგორია საქმეების, რომლებსაც არსებობს მაღალი საზოგადოების ინტერესი და მათ შორის ეს საქმეც ალბათ ნამდვილად არის ერთ-ერთი. ალბათ ასეთ დროს კიდევ უფრო მეტი, უფრო მაღალი სტანდარტი უნდა დაუწესოს, ხო, თავის თავს სახელმწიფომ, რომ პატარა შეკითხვაც არ უნდა დარჩეს ამ საქმის გამოძიებიდან. რამდენად ასრულებს აი თქვენი აზრით ამ კონკრეტულ საქმეში ამ ფუნქციას? იცით რა არის, ეს საქმე არის განსაკუთრებულად გახმაურებული და ბევრი ადამიანის ინტერესის სფეროში, ხო? ნუ რაც ეხლა ვნახე, ადამიანი ითხოვს, რომ გამომკითხეთ. ხო, ელემენტარულად ითხოვს, რომ რაღაცა სამართალი იპოვნოს, ეხლა ეთყობა, რომ მას ადამიანს ეთყობა, ეხლა დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე, იგივეს ამბობს. მე რაც ტელევიზიით ვნახე და ბატონ კოტეს მე კარგად ვიცნობ და იქიდან გამომდინარე ვლაპარაკობ. ეხლა ადამიანები ითხოვენ, რომ გამოძიება წარიმართოს სამართლიანად. სამართლიანობის სფეროში. ეხლა მართალი რო გითხრათ, მე რაც ტელევიზიით ვნახე, ეხლა თქვენი არ იყოს არავარ ღრმად ჩახედული, მაგრამ ის არგუმენტები, რაც იყო წარმოდგენილი, მით უმეტეს რომ უძილაურმა ბოლოს თქვა და რომ ის საერთოდ თავის თავზე იყო ის ადამიანი, რომ მოგალ ჩემ მიზეზს.
ხო, და აი ის ვერსიები, რაც მე ტელევიზიით ვნახე, ჩემთვის არ არის დამაჯერებელი. ამიტომ აი ამ გახმაურებულ საქმეზე, მაგალითად, მე მეტ არგუმენტაციას მოვითხოვდი, რომ ეჭვი არ შემეპაროს, რომ ის ბრალდება, რასაც უყენებენ ამ ადამიანებს, არა მართლა ბატონი თემურის არ იყოს, ახლა ვინ ვის შეხვდა, არც ლაპარაკი გაქვს ჩაწერილი, არც რაღაცა პირდაპირ ბრალდება ხო ამ ადამიანების მიერ და მოარული რაღაცა ჭორების დონეზე ბრალდების წარდგენა რა უბრალოდ ჩემი აზრით არასერიოზულია ხო და ვისურვებდი რომ მეტი გამჭვირვალობა იყოს ამ საქმეში დაიკითხონ და საჯარო განხილვის აი ესე აჩვენონ თქვათ აი ამ ეხა მე მგონი დახურეს ეს პროცესი. სასამართლოები დახურულია კი ბატონო, რაც უნდათ კი კარგად გამოაქვთ ხოლმე და აი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე საზოგადოებას ვაცნობთ რაღაცა დარჩეს აი ეს მიკერძოებულობის რაღაცა განცდა, ხო? მე ვისურვებდი რომ იმდენად კვალიფიციურად და სამართლიანად წაიყვანონ ეს საქმე, რომ ჩვენ არ დაგვრჩეს იმის განცდა, რომ ადამიანებს სხვა რამე. სწორედ ეს არის ამ ადამიანების მოთხოვნაც. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის. 1 საათი გავატარეთ ჩვენს მაყურებელთან ერთად და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. უღრმესი მადლობა, რომ ამ პირველ გადაცემაზე იყავით ჩემს გვერდით და ჩვენს გვერდით. დიდი მადლობა ამისთვის. შევახსენებ ტელემაყურებელს, რომ გადაცემა დროის სამართალი ჩვენს სტუდიის ეთერში გავახოლმე ყოველ კვირას, ამავე დროს 7 საათზე. გადაცემები შეიძლება იყოს განსხვავებული ფორმატის, მათ შორის განსხვავებული წამყვანები, განსხვავებული სტუმრები, ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს ფორმატი გამოვიდეს, რაც შეიძლება უფრო და უფრო საინტერესო და უფრო და უფრო ყურებადი თქვენი მხრიდან. ამ გადაცემას კი დავასრულებთ ჩვენი სტუმრები იყვნენ ქალბატონი თამარ კიკნაძე და ბატონი თემურ მაისურაძე, ვისთან ერთადაც სწორედ სამართლიანობის, სამართლებრივი და სასამართლო საკითხები მიმოვიხილეთ. მადლობა და ნახვამდის. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.